წელის ტკივილის ხშირი მიზეზი ქალებში 40 წლის ზევით არის გავათეძოს სახსრის ანთებითი პროცესი, ანუ საკროილიტი. ეს ტკივილი გამოირჩევა თავისი სახით. ის არ არის მწვავე ტკივილი, როგორც მაგალითად მწვავე თიაქრის დროს არის, მაგრამ არის ყრუხასიათის მუდმივი ტკივილები გავის არეში, ან შესაძლებელია ტკივილი ლოკალიზდეს გავის ძვლიდან ოდნავ მოშორებით დუნდულა კუნთის არეში. აღნიშნულ პრობლემას ვერ აყუჩებს ვერცერთი ტკივილგამაყუჩებელი. ანატომიურად გავათეზოს სახსარი არის ნახევრად მოძრავი სახსარი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალებში, კერძოდ ორსულობის პერიოდში. გავათეზოს სახსრის ანთებითი პროცესის ხშირი მიზეზი არის ხშირი მშობიარობა, დიდი ნაყოფი, მცირე მენჯის ტრავმები, დიდი წონა და ხანგრძლივად ფეხზე დგომა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. დიაგნოსტირებისათვის იდეალურია MRT კვლევა. მკურნალობა, როგორც გითხარით, ტკივილგამაყუჩებელი არაეფექტურია, მაგრამ შეუდარებელია აპარატურული თერაპია. ეს არის ელექტრომაგნიტური თერაპია, დარტყმით ტალღოვანი თერაპია, ლაზეროთერაპია, ტეკაროთერაპია. იდეალურია გაწელვითი ტიპის ვარჯიშები. ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია, მაშინ უნდა გაკეთდეს ჰორმონალური ინექცია გავათეძოს სახსრის მიდამოში. ხოლო გავათეძოს სახსრის ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი პროცესის დროს რეკომენდირებულია ქალებმა ატაროს მყარი სახის ბანდაჟი, რათა მაქსიმალურად დაფიქსირდეს თეძოს ძვლები და შემცირდეს გავათეძოს სახსრში მოძრაობა, რაც თავიდან აგვაცილებს, რასაკვირველია, ტკივილს და შეამცირებს გამწვავებების ეპიზოდს.